ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა. ეთერშია ინფორმატორის 22 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ გელით ამომწურავი ინფორმაცია ქართული და უცხოური შოუ ბიზნესიდან. თქვენთან ერთად ვარ მე ნინო და რა თქმა უნდა ლაილაი. კინოთეატრ რუსთავში შედგა კლიპმეიკერის ზაზა ორაშვილის ახალი ვიდეოკლიპის აგენტ 013-ის პრეზენტაცია. ქართულ ჯეიმს ბონდად დათო გომართელი მოგვევლინა. მასთან ერთად კლიპში ჯგუფი ფორტეც მონაწილეობს. ქართველი მომღერლების ეს არაქართული სიმღერა საკმაოდ მხიარული აღმოჩნდა. მოკლედ დანარჩენი სიუჟეტი და ვნახოთ. ახლა ვიმყოფებით კინოთეატრ რუსთავში, სადაც უნდა შედგეს კლიპის პრეზენტაცია და ეს არის ზაზა ორაშვილის კლიპი და მთავარი გმირები რასთავარია არიან დათო გომართელი და ჯგუფი ფორტე. მე მგონი ყველაფერი ძალიან კარგი იქნება, ყოველ შემთხვევაში რეჟისორი თავად კმაყოფილია და ვნახოთ დანარჩენს შიგნით ვიხილავთ. მე ყოველთვის ვიცახი, რომ ექსტრემალური სიტუაციები ჩემი გადაღების მოედანზე არ ხდება. გამომდინარე იქიდან საკმაოდ მასშტაბური კლიპი არის, საკმაოდ არა, მასშტაბური კლიპია, ძალიან ბევრი მიზანსცენები არის გადაღებული და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი შრომა წაიღო ამ კლიპმა და ბევრი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდი ამ კლიპზე. ჯერ იყო გადაღებები, მერე იყო მონტაჟი. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ბაქოში გადაღებები, ძალიან საინტერესო იყო და ეს ალბათ დაგვამახსოვრდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ყველა სცენა იმდენად საინტერესო იყო აი გადაღების პროცესში, მაგრამ ყველაზე რთული იყო გადასაღებად აი სცენა, როდესაც აი წყლიდან ამოვდივარ აგვალანგის ფორმაში, იმიტომ რომ ეს იყო აი ძალიან სიცივეები რო იყო თბილისში, რაჯერ ზაფხული რო არ გვეღირსა და წვიმა და ემთხვა. წყლის ტემპერატურა სადღაც 0 გრადუს ქვევით იყო, მე მგონი. თან რაღაცა ყველაზე დიდი და თავიდან არა გადაღების გადადებაც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აკვანაგის ფორმა უნდა წასულიყო მე სადღაც, ძალიან დიდი სირთულეები იყო და ისევ რა მე ვიwashkatse ასე თქვა და აი ესენი მქონდა გაყინული რა, ესეთი ცივი წყალი იყო, მაგრამ გასიზამ შედეგის გულისთვის სხვების გადაღებაც ღირდა ალბათ და ნამდვილად არ წდება არაფერზე გული და ძალიან გვიხარია და ბედნიერები ვარ. ცოტა არ იყოს ველავდით დაწყებამდე, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. ეხლა მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე უკვე ყველა დაწყნარებულები ვარ და დიდი მადლობა ყველას. ზაზა, მოდი ერთმანეთს, ზაზა. ძალიან მომეწონა, ძალიან ვიხალისე და შევიძინე კიდევაც. მე ძალიან მომეწონა, იგივე შემიძლია თქვა, ძალიან ვიხალისე და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი იხალისებს ძალიან. სუპერ.
არა, ძალიან მაგარია, ძალიან და ძალიან მიხარია, რომ ეგეთი კაი რაღაცები კეთდება რა. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ვერისბახში მდებარე ელიტ კლუბში თქვენ გელით 24 საათიანი გართობა, ცეკვა, კარაოკე. თქვენ შეგიძლიათ დაბადების დღეების, დღესასწაულების, კარნავალების მოწყობა და ამ ყველაფრის ვიდეო კასეტაზე დაფიქსირება. მოკლედ გართობა გარანტირებულია. იმ სახლთან, სადაც წლების მანძილზე ლეგენდარული წყვილი ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ცხოვრობდნენ, 5 ივნისის საღამოს ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. მიზეზი საკმაოდ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია სასიამოვნო იყო. ამ სახლის შესასვლელს ამიერიდან ქალბატონ ნინო რამიშვილის მემორიალური დაფა დაამშვენებს, რომელიც ზუსტად მისი მეუღლის, ბატონ ილიკო სუხიშვილის დაფის გვერდით გაიხსნა. ნინო რამიშვილი თვითონ ეს პიროვნება მოვლენა ქართული კულტურისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. დღეს მიეგება კიდევ ერთხელ პატივი მის ამ ერის ხალობას, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის და ბედნიერებაა, რომ საქართველოს ასეთი შვილი ყავდა და ყავს, მისი სახელი უკვდავი იქნება ყოველთვის და მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მომიწია მუშაობამ და უფრო დიდი ბედნიერებაა, რომ ერთდროს მისი პარტნიორიც ვიყავი. რამიშვილს დღეს იხსნება ბარელიეფი არა, მაგრამ ერმა მას ძეგლი დაუდგა დიდი ხანია და გულში ჩაიხუტა. ეს არის ყველაზე დიდი ღირსება ადამიანის. ის სიცოცხლეში უკვე ლეგენდად ქცეული იყო. მან დიდი უზარმაზარი საქმე გააკეთა, უზარმაზარი. ასეთი არავის არ გაუკეთებ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ქართულმა ცეკვამ აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა მაყურებელი, ყველა თეატრის. ისეთი რანგის თეატრები, როგორც არის ლასკალა, როგორც არის მეტროპოლიტენი ოპერა და საერთოდ რაღაც საოცარი დიდი ფურორი რაც კი იყო აი ამ ქალბატონის დამსახურება. დიდი მადლობა, უმეტი მადლობა ჩვენ ვერცდებით მისი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი ანსამბლი, რომ მისი სახელი მუდამ იყოს ისე როგორც იყო და როგორც არის დღეს. დიდი მადლობა. ცოტა ხანი ვიყავი ანსამბლში 3 წელი, მაგრამ ეს იყო ბედნიერესი წლები. ამ ქალის გვერდით ყოველთვის მეშინოდა მისი და როცა გავიდა წლები და მისი მეგობარი გავხდი და გვერდში ვიყავი სულ ბოლო წლებში, სულ სახლში მასთან, მე რო არ მოვსულიყავი, მირეკავდა. მოდი ხარ, ბანძიტკა, იძი, ბანძიტკა. მოდიოდი, ვართობდი, ვუყვებოდი რაღაცებს და სულ ვფიქრობდი, რატომ მეშინოდა. ბრძენი, საოცარი ბრძენი ქალი, არაჩვეულებრივი მოცეკვავე. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ქალბატონ ნინოს ხშირად უყვარდა თქმა, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ჩემი ხალხის სიყვარული და დაფასება. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ არ არის ამ დაფაზე არანაირი მისი წოდება ჩამოთვლილი, მისი ღვაწლი აღბეჭდილი. რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო მარტო სახელი და გვარი, იმიტომ რომ იმის გარდა, რომ იყო ძალიან დიდი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, დიდი ადამიანი, ბრძენი ქალი, იყო მეომარი და იბრძოდა მთელი ცხოვრება თავისი ანსამბლის შენარჩუნებისთვის, თავისი ქვეყნის კულტურის გასატანად, ამის ყველაფრის გამსაცილებლად და ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ყველაფერი, რაც დაგვიტოვა. ნინო რამიშვილი იყო აი მართლა საოცარი პიროვნება და მე პირველად ვიძახი ტელევიზიის მეშვეობით იმ ფაქტს, რაც მოხდა 2001 წლის 20 მაისს, როდესაც მისი სახელობის ვარსკვლავი იხსნებოდა. მე და ქალბატონმა ნანუ მოვაკითხე და მიყვავდა სახლიდან ვარსკვლავის გახსნაზე და იყო ძალიან ცუდი ამინდი, წვიმდა. ხო და ნანუ რაღაც შეწუხებული იყო და ბებია რა გჭირსო და ისა რა ქვია გარეთო წვიმსო და ამდენი ხალხო ქუჩაში გელოდება არ ინერვიულოთო დათო და ნანუ ესე მოგმართა ჩვენ რო იქ მივალ წვიმა გადაიღესო მართაც რაღაც სასწაული მოხდა აი როდესაც მანქანა გაჩერდა და ფილარმონიის წინ ჩვენ მე და ილუშამ გადმოვიყვანე და მის სახელობის ვარსკვლავამდე მიყვავდა რომ გახსნილიყო მართლა ამინდი შეიცვალა იმიტომ რომ ეს მართლა დიდი ადამიანი იყო და წინასწარ გრძნობდა აბსოლუტურად ყველაფერს 16 რაუნდში გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი მე-20 საუკუნე 20 დღეში. იგი 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
მასში თითქმის ყველა მუსიკალური მიმდინარეობი საღამო მოეწყობა. ფესტივალი პლატინო ფარფით გაიხსნა. მივესალმებ, მე ჩემ ამხანაგებთან მივდივარ და მიხარია რომ ფესტივალზე მივდივარ და არა პანაშვიდზე და ყველანაირი ფესტივალი მიყვარს. მუსიკალური ფესტივალი ხო მიყვარს და Pardon, მიხარია ჩემ ქალაქში რომ არის ესეთი რაღაცა რომ კარგი ფესტივალი დიდხნიანი, მოყვალ კარგ მუსიკას მოისმენ, კაი ხალხს ნახავ, კარგად გაერთობი, იმიტომ რომ თუ გართობა გინდა ყველგან გაერთობი, მაგრამ ესე ცივილურად, ლამაზად და კარგი მუსიკის ქვეშ ორმაგად სასიამოვნოა გართობა. დამოკიდებულება ძალიან კარგია, იმიტომ რომ საღამოს ვიცემოთ ხოლმე საკაიფო მუსიკაზე. ძალიან კაია, მართლა ძალიან მომწონს. და მე და გოგო ახლა ვარჩევდით რომელ პარტიზე უნდა მოვიდეთ, სამბა პარტიზე. ეცი უნდა მოვიდეთ, სვით პარტიზე, ერთობორ პარტიზე, სალსა პარტიზე, სამოდადიანი წლების, ჯაზოს პარტიზე და კინოს პარტიზე. ძალიან კარგია მართლა და რაღაც ისეთ მუსიკას უკრავენ. თან ცოცხალი შესრულება და მართლა კარგია. ხმაურიანი ფესტივალია ეს. ბევრი ადამიანი არის ჩამოსული, ქართველი, ანუ უცხოეთიდან და დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავდა. კარგია რომ შეიკრიბებიან ერთად, აქ ნახავენ ერთმანეთს და მე მგონი ამისთვის კარგია. შვიდ ივნის კლუბ 7-ში ელექტრონული მუსიკის საღამოს გამართავს დათო ცირეკიძე. ამის შესახებ კლუბის ადმინისტრატორს დუტას ხირტლაძეს გავესაუბრეთ. აი შვიდში შავი კვდება ძალიან კარგ საღამოს, მაგარ საღამოს იდიჯეებს და ჩვენ კიდე ვიცეკვებთ. ეს დაიწყება 11 საათზე ჩვენი გათვლებით, აი ხა რეპეტიციობს, რაღაცნაირად შავი და გესმით ალბათ, როგორ ყოჩაღად აკეთებს ყველაფერს. ხო და 11 საათზე დაიწყება შეკრება და როგორც კი შევიკრიბებით საზოგადოება შეიკრიბება, ეგრევე დავიწყებთ. თექვსმეტ რაუნდში 14 ივნის კლუბური მუსიკის საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას 14 მუსიკოსი მიიღებს. როგორც გავიგეთ, საქსოფონისტი მოსკოველი სტუმარი იქნება. ვოკალისტი კი ნინო ქათამაძე, რომელიც 5 კომპოზიციას შეასრულებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რითმული წყობაა და საინტერესოა ის რაღაცა ის ენერგიული რითმები, რაც კლუბურ მუსიკასთან ახლავს. საინტერესოა, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ მე ეს თავიდან ბოლომდე ამ პროექტს. საინტერესოა ამდენ ძალიან კარგ მუსიკოსებთან ურთიერთობა და ამთან ერთად ამ ყველაფრის შესწავლა.
ანდრეი დამერი არის კომპოზიტორი. 14 ივნისს იქნება, მხოლოდ ერთი დღით იქნება ეს ბენდი დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ლევარლოვი მხოლოდ ერთი დღით ჩამოდის ამ კონცერტს, 11-ში ჩამოფრინდება, მხოლოდ ერთ კონცერტს ჩაატარებს. ვცდილობ, რომ ბოლო სიმღერაზე დამთავრება კონცერტის გაკეთდეს შოუთი. არა, ეხლა შევხედავთ თვითონ იმ სიტუაციას, შეიძლება არ დაჭირდეს შოუს დადგმა, იმიტომ რომ აქ აქცენტი იქნება გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მუსიკის ხარისხზე. იმიტომ რომ ყველა პროფესიონალია და არ მინდა რომ ყურადღება მსმენელმა გადაიტანოს შოუზე, არამედ პირიქით დააკვირდეს ყველა ნიუანს ამ მუსიკაში, რომელიც შეიქმნა. Специально для этого проекта все было написано. Некоторые вещи специально под Ниношкин вокал писались, и все в первый раз, и все абсолютно новое. კინოთეატრებისთვის რუსთაველი და ელისო ასერთელები ახალ ფილმს ამზადებენ. უბრალოდ ისინი ფილმის გახმოვანებაზე მუშაობენ. მოკლედ სულ მალე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ახალი ფრანგული ფილმი დიდი ძარცვა. მაშინ თავარ როლებს ჟერარ დეპარდიე და ჰარვი კეიტელი ასრულებენ. Привет. Tata. Oh. Davide. Da ja. Arona, Davide. Arona, kucağına tak kalırsa bir o. Oh, ay. Tata. Oh. შევასრულე. ეხლა მე. ამ ფილმზე შეიძლება ითქვას ერთი და ჩემის აზრით მთავარი რამ ესე ომახიანი სტილი შევცვალოთ. ძალიან კარგი ფილმია. აქვს ერთი დიდი ღირსება ჩემის აზრით, ეს არის ის რომ არის სასაცილო, ბევრი სხვა ფილმისგან განსხვავებით, რომელიც არსებობს ბუნებაში. გარდა იმ სასაცილო, ხო, სხვა სასაცილო ფილმებისგან განასხვავებს ის რომ არის თან არა მარტო სასაცილო, არამედ საინტერესოც თავისი შინაარსითაც, მონტაჟის ხარისხითაც, ზოგადად სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა, არის დაცული გაირიჩულ ტარანტინოული ტრადიციები და ცოტა ფრანგული ელფერით ლუკ ბესონის გავლენაც იგრძნობა ცოტათი, მაგრამ არ იმთება. ვანთებ, მაგრამ არ იმთება. არა, ცოტა ისე. ვან გოგის 15 ელემენტები მომოყვება ხოლმე. სიაში რაც დამიწერე, ყველაფერი ვიყიდე. ხელთათმანები, ბრიტვა, ჯიბის ფანარი, ელემენტები არ ეწერათ მან. ხო. მე რაც შემეხება ვახმოვანებ ორ ძალიან ჩვეულებრივ ადამიანს, ამ ცხოვრებით გაჭირვებულ, გზაარეულ და გონება აბნეულ ქურდბაცაცებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არაფერი განსაკუთრებული. ელემენტები არ ეწერათ მან. ხო, დავაიბა, წერთ. სათხა ყოიგა. ხო. დავეძო. სიაში გასებ თავიდან. ამ ინფორმაციით ამოიწურა ინფორმატორის ქართული სიახლეების ნაწილი. ახლა უფრო ვრცელ უცხოეთის შოუ ბიზნესის სიახლეებს გავეცნოთ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.